ფერადი ბროწეულები. ასეთი სათაურით და რატომ ბროწეულები? ეს არის, ასე ვთქვათ, ხატრის მიერ დანახული სიმბოლო, როგორც ინტელექტუალური, ისე ცოდნის და უამრავი სიმბოლოს მატარებელი და რატომღაც მომინდა დამეკავშირებინა კიასთან, თუნდაც ფერით. კია ჩემში რახან არის ინტელექტუალური, რახან აქვს მოუხილთებელი ხაზი, რახან არის ფორმების ლიბლივი, რახან არის ძალიან თანამედროვე და კომფორტული, ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება მხატვრობაში რაღაც ასევე ინტელექტუალური ხაზით და ამიტომ მოვიფიქრე ფერადი ბროწეულები, რომელიც ჩემთვის ახალ წელს, შობას და უამრავ ფერით სიხარულს დანახულს გვაჩვენებს. ბატონო გია, კიასთან ერთად თქვენ გახდით კარგი ამბების შემოქმედი. იყო კარგი ამბების შემოქმედი, ნიშნავს SOS ბავშვთა სოფელთან ერთად დაეხმარო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს. ერთად შევძლებთ შევქმნათ მათ უსაფრთხო გარემო, განვითარების და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. შობა კეთილი საქმეებისა და სიხარულის გაზიარების დროა და მიხარია, რომ ამ სასწაულებს კიასთან ერთად შევქმნით.